საფუძველი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან დასკვნა ველოდებოდით, იმყოფებოდა რესურს ცენტრი შიდა აუდიტის სამსახური, მაგრამ წუხელ დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მივიღეთ ბატონ გონელი პაპავას გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება. თქვენთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად რა შეიძლება მოყოლოდა მისი გათავისუფლება? ჯერჯერობით არ არის ჩვენთვის ცნობილი. ხო არ უკავშირებთ მამუკაის გათავისუფლება ზოგადად იმ ფილმის ჩვენებას, რომელიც მარტში გაიმართა და არანაირად ფილმისთან დაკავშირებით არა.